ხდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი კოალიცია ცვლილებისთვის ის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბუტიკაშვილია. ჩვენთან ერთად გამარჯობა ბატონ გიორგი და მადლობა რომ შემოგვიეთ. მადლობა მოწვევისთვის. ბატონ გიორგი, აი მოდით გადაცემის ეს ნაწილიც დავიწყოთ იმ სამშვიდობო, ასე ვთქვათ, გეგმის შეფასებით, რომელსაც უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად სთავაზობს ამერიკის შეერთებული შტატები ომში ჩართულ ქვეყნებს 28 პუნქტიანი გეგმის მიხედვით, რაც დონალდ ტრამპის მიერ არის შეთავაზებული, უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიების შეზღუდოს სამხედრო ძალების რაოდენობა და დაეთანხმოს, რომ არასდროს შეუერთდება ნატოს. ეს მოკლედ საერთო ჯამში, როგორც უკვე აღნიშნე, 28 პუნქტს მოიცავს ეს სამშვიდობო გეგმა. ეხლა ევროპული სახელმწიფოების ლიდერების მხრიდან ისმის შეფასებები, რომ ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილება ფაქტობრივად იქნება უკრაინის კაპიტულაცია. აი მართლაც რა უნდა იყოს ამ გეგმაზე უკრაინის პასუხი და ხო, აი ომი რომ დასრულდეს და თან დასრულდეს ისე რომ ახალი კონფლიქტის საფუძველი აღარ შეიქმნას, სამშვიდობო გეგმა უნდა იყოს სანდო და მდგრადი. ხო, რამდენად არის ასეთი ტრამპის მიერ შეთავაზებული გეგმის ყოველ შემთხვევაში პირველი ვარიანტი, პირველი ვარიანტი, რომელიც რაც ნახეთ, როგორც გავეცანით, ეს იყო სამუშაო ვერსია, რომელმაც ფაქტობრივად გაჟორნა მედიაში, ეს განზრახ მოხდა თუ არ იყო განზრახ, ამაზე არ უნდა ვიდავოთ, მაგრამ ფაქტი სახეზე არის, რომ რუსეთი იმ პოზიციებში არის, როდესაც ის ვეღარ აკონტროლებს ომის ხაზს, ასეთი სუსტი რუსეთი არ ყოფილა არასდროს. ყველანაირი მისი მცდელობა სამ დღეში მოეგვარებინა უკრაინასთან ომი უშედეგოდ დასრულდა და ამდენი წლის მერე რუსეთი ცდილობს ისევ პროპაგანდისტულად, ისევ ჰიბრიდული ომის მეთოდებით შემოიტანოს ველში კონტრაქტი, შეთანხმება, ეგრეთ წოდებული შეთანხმება, რომელიც მხოლოდ რუსეთის პოზიციებს აძლიერებს და რუსეთის გადარჩენის გეგმას შეიძლება ვუწოდოთ. ამიტომ ამ გეგმას არ თანხმდება არც ცხადია ზელენსკის ხელისუფლება და არ დათანხმდება არც ევროკავშირი და ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოები, იმიტომ რომ ევროპის შუაგულში მიმდინარეობს ომი. ეს ომი არის მშვიდობისთვის ბრძოლა. უკრაინა იბრძვის მშვიდობისთვის ევროპაში, მშვიდობისთვის საქართველოში და მშვიდობისთვის ზოგადად მსოფლიოში, იმიტომ რომ პუტინი და პუტინის რუსეთი წარმოადგენს ტერორისტულ სახელმწიფოს და არის საფრთხე არა მარტო რეგიონში, არამედ მთლიანი მსოფლიოსთვის, იმიტომ რომ მან ვერ გაიაზრა ის, რომ ის არის ერთი რიგით სახელმწიფო, რომელსაც ძალიან დიდი შანსი ჰქონდა ყოფილიყო დემოკრატიული სახელმწიფო, ძალიან დიდი შანსი ყოფილიყო განვითარებული სახელმწიფო და რეგიონის განვითარებაში შეეტანა წვლილი. მაგრამ ამას არ აკეთებს პუტინი, იმიტომ რომ მისი პირდაპირი პარანოიული ზრახვები იწირავს უამრავ ადამიანს. ამიტომ აი ამ კონტექსტში ამერიკის მხარდაჭერას როგორც არ უნდა დავინახოთ ეს 28 პუნქტიანი გეგმა, მაინც უკრაინის მხარდამჭერი პაქტად გადაიქცევა, იმიტომ რომ ისტორია მორალური მხარე არ მისცემს არც ერთ მხარეს დასავლეთში იმის უფლებას, უკრაინის ეს ბრძოლა დატოვოს მარტო სივრცეში და კაპიტულაცია გამოაცხადეს. უკრაინას ერთი-ორი ევროპული სახელმწიფოს გარდა დასავლური ქვეყნების სრული მხარდაჭერა აქვს, თუმცა მე საქართველოზე მინდა ახლა კითხოთ, კრიტიკის საგანია ის, ასე ვთქვათ, განცხადებები, რაც ქართული ოცნების ხელისუფლებაში კეთდება, ისე როგორც კრიტიკას იწვევს ის ფაქტი, რომ ევროპული სახელმწიფოების ლიდერებისგან განსხვავებით უკრაინის ხელისუფლებისთვის მხარდაჭერა არ დაუფიქსირებია საქართველოს ხელისუფლებას მას შემდეგ, რაც ტრამპის სამშვიდობო გეგმის, ასე ვთქვათ, ჩარჩო პროექტი გამოქვეყნდა. აი, რატომ არ უნდა გვინდოდეს ამ ომში რუსეთის გამარჯვება და რატომ არ უნდა გვახარებდეს სამშვიდობო გეგმის ის ვარიანტი, რომელიც ახლა დევს მაგიდაზე. წესით ეს ახსნას არ უნდა საჭიროებდეს, თუმცა რადგან ახსნას საჭიროებს, მინდა რომ ავხსნათ და აქვე აი რა მოხდება მართლაც იმ შემთხვევაში, თუ კი ამ ომში რუსეთი გაიმარჯვებს. აი, არის ხშირად საუბარი იმაზე, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი მოიცლის სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. ეს რამდენად რეალურია? აი, ერთი დრო დავაკვირდეთ ქართული ოცნების პროპაგანდა ბოლო წლების მანძილზე, რაც დაიწყო აგებული იყო იმაზე, რომ მეორე ფრონტი გაიხსნებოდა საქართველოში თუ სტრატეგიულ სიჩუმეს არ არჩევდა ქართული ოცნება, მაგრამ მეორე მხრივ, აი სწორედ აი ახლა, როდესაც უკრაინის ბედი წდება, უკრაინის მომავალი წდება, და მხარდაჭერა უნდა გამოხატო, რომ უკრაინა მშვიდობისთვის იბრძვის, მათ შორის საქართველოს მშვიდობისთვის იბრძვის, აი ამას როდესაც მხარს ავიჭერთ, და გამოდის თავისი პროპაგანდა საწინააღმდეგებია, ხო? ანუ თუ მშვიდობის გარანტია არის უკრაინის გამარჯვება და რუსეთის დამარცხება, რომელიც მეორე ფრონტს ავტომატურად მოხსნიდა, ანუ ამ შემთხვევაში მხარდაჭერა ხო უნდა გამოხატო, მაგრამ ისინი პირიქით კონტრ პროპაგანდას ვრცელებენ
უკრაინას და ცდილობს ქართული ოცნება მთლიანად რუსული მხარე დაიჭიროს. ამას პირადად კი არ ამბობს, მაგრამ ყველა მათი ნაბიჯი, რაც არის გადადგმული, ეხმარება რუსეთს. როგორ შეიძლება სახელმწიფო, რომელიც შენს დამოუკიდებლობას, შენს ქვეყანაში მშვიდობას იცავდეს და საკუთარ ზურგზე გადახონდეს ის რუსული ძალა და შენ ამ დროს აკეთებდე რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს პირდაპირ თუ არაპირდაპირ. სწორედ ამას აკეთებს ქართული ოცნება, იმიტომ რომ ისინი ხედავენ თავის უზურპატორული ძალაუფლების გამტკიცებას მხოლოდ რუსეთში, ანუ მათთან ურთიერთობაში შეუძლიათ ისინი გადარჩნენ როგორც მოძალადი ავტორიტეტები, რაც დაიწყეს მათ განსაკუთრებით გასული წლის შემდგომ უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ არსებობს პირდაპირ ინტერესი ევროპის ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდანო ქართულ ოცნებაში გაკეთებული შეფასების ციტირება მოვახდინე. ახლა და რადგან მართველი, ასე ვთქვათ, ძალის პოზიციებზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთ კითხვას დაგისვათ. აი მაგალითად შალვა პაპუაშვილის განცხადებით დამაფიქრებელია, რატომ ითხოვს ევროპა, რომ სამშვიდობო გეგმას ჰქონდეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის, ასე ვთქვათ, ევროკავშირის თანხმობაც. თუ კი ეს ევროკავშირის ომია და მათი თანხმობაა საჭირო სამშვიდობო შეთანხმებისთვის, მაშინ თავად რატომ არ ომობენ? რატომ არ იღვრება ევროკავშირის მოქალაქეების სისხლი? რატომ გადადის ეს ომი მხოლოდ უკრაინელების მხრებზე? აი ეს არის კითხვა, რომელსაც სვავს შალვა პაპუაშვილი. რამდენად ლოგიკურია ეს კითხვა და მეორე მხრივ რა, ასე ვთქვათ, საპასუხო არგუმენტები არსებობს პაპუაშვილის იმ პოზიციის გასაბათილებლად, რომ ხო აი უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ არსებობს პირდაპირი ინტერესი ევროპის ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან. ცალკე ევროკავშირს არ აქვს საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელზეც ახლა მუშაობენ, ახლა ძლიერდება ეს კუთხე, ამიტომ ევროპა პირდაპირ ვერ ჩაერთვება ამ ომში, მაგრამ ყველანაირად ეხმარება უკრაინას, რომ მან სუვერენიტეტი შეინარჩუნოს და შეინარჩუნოს მშვიდობა და დაასრულოს ეს ომი. ანუ ეს მხარდაჭერა აქვს უკრაინას, აქვს ამერიკის მხარდაჭერაც. ხო, ამდენი ხნის მანძილზე ამერიკა ეხმარებოდა და დაეხმარება, კვლავაც დაეხმარება. მიუხედავად აი ამ შეთანხმებისა, რომელიც თითქოს ერთი კუთხით არასახარბეულოდ გამოიყურებოდა უკრაინისთვის, ეს პროცესი დაიძრა და არსებობს, რომ დასავლეთის, ანუ ევროპის დახმარებით და ამერიკის დახმარებით უკრაინა მოახერხებს რუსეთის დამარცხებას ან შეთანხმებას ისეთ პირობებზე, რომელიც იქნება უკრაინისთვის გამარჯვების საწინდარი, გაძლიერების საწინდარი, ახალი უსაფრთხოების კონტექსტში ჩართვის საფუძველი, რომ რუსეთმა შეაჩეროს თავისი იმპერიალისტური სწრაფები, რაც აქვს არა მარტო უკრაინაში, აქვს მთლიანად რეგიონში. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი მარცხდება რეგიონში და დამარცხდა რეგიონში. ჩვენ ნახეთ, რომ სომხეთში დამარცხდა მისი გავლენები, აზერბაიჯანში დამარცხდა მისი გავლენები, დამარცხდა სირიაში მისი გავლენები, ანუ რუსეთი კარგავს, ანუ სუსტის პოზიციაში არის. როცა რუსეთი სუსტის პოზიციაში არის და პაპუაშვილი თავს ესხმის კვლავაც ევროკავშირს და ევროკავშირს ელაპარაკება რაღაცა ულტიმატუმების რეჟიმით, ვის ეხმარება ამ დროს? დამაფიქრებელია ევროპის პოზიცია, ევროკავშირის პოზიცია, რომ მასთანაც იყოს შეთანხმებული უკრაინის სამშვიდობო გეგმა და ეს თემა დღის წესრიგში დგას მიუხედავად იმისა, რომ რეალურად უკრაინის ომი ევროპის შუაგულში მიმდინარე ომი. ევროპა არის ნატოს წევრიც, ევროკავშირი არის ნატოს წევრიც. შესაბამისად და ომი მიმდინარეობს ევროკავშირის ტერიტორიაზე, ევროპის ტერიტორიაზე. ამიტომ აბა ვინ უნდა იყოს ჩართული ამ ომში, ან ვინ უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდაზე მარტო ანუ ომს მარტო უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს, ან პაპუაშვილის გაგებით, რუსეთი აწარმოებს ომს მარტო უკრაინის წინააღმდეგ. ეს ასე ხო არ არის. ეს არის იმპერიალისტური ზრახვა პუტინის რეჟიმის, რომელიც უკრაინას გასწდება დღეს თუ არა ხვალ და სხვა სახელმწიფოებსაც მოიცავს, თუ ის გაუვიდა, რაც პუტინმა დაისახა მიზნად, მაგრამ ის სამდღიანი სპეცოპერაცია, რაც მას უნდა ხო არ გამოსდის. ამდენი წლების მანძილზე არ გამოსდის და პაპუაშვილი კვლავაც ცდილობს, რომ გახვიოს ევროპა არასამართლიანი და არამორალური პოზიციიდან აჩვენოს, იმიტომ რომ თავად მისი ზრახვა არის, რომ უკრაინა დამარცხდეს და მისი სკამი და ივანიშვილის ფული არის მათთვის თავარი, რომლისთვისაც იბრძვიან. ისინი არც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვიან და არც უკრაინის მშვიდობისთვის იბრძვიან და არც ზოგადად მშვიდობისთვის არ იბრძვიან. სწორედ მაგ განცხადებებში ჩანს აი ეს ამორალური საქციელი, ამორალური ქცევა საკუთარი ხალხის მიმართ და შეურაცხყოფა. ეს არის შეურაცხყოფა საკუთარი ხალხის მიმართ რეალურად. ერთი. ბატონო, მოდით ცოტა დრო სხვა საკითხებსაც დავუთმოთ და რადგან 28 ნოემბერი ახლოვდება პირველ რიგში, 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე კითხავთ და იცით საზოგადოებამ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების დაპაუზების შესახებ
ქართული ოცნების გაწყვეტილებიდან სწორედ ამ დღეს ხდება ერთი წელი და ამას უკავშირდება მორიგი ფართო მასშტაბიანი აქციის დაგეგმა რუსთაველის გამზირზე. აი თქვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში ასე ეხმაურება 28 ნოემბრის აქციის ანონსს დასჯის შიში, ჯარიმის შიში, შეურაცხყოფის შიში, საჯაროდ დამცირების შიში, ცემის შიში, შემოსავლების დაკარგვის შიში, ციხის შიში, ყველაფრის დაკარგვის შიში, იმის გამო რომ რუსულ რეჟიმს არ აქვს მხარდაჭერა ის შიშით ცდილობს ჩვენი ქცევის შეცვლას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ზურა ჯაფარიძე ფიქრობს, რომ 28 ნოემბერსაც და ყოველთვის სანამ არ მოვიგებთ ქუჩაში, უნდა გამოვიდეთ საკუთარი თავის გამო, საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცოთ, რომ მიუხედავად შიშისა დავრჩით ადამიანებად. აი თქვენი აზრით და პირველ რიგში სწორედ აი ამ შიშის ფაქტორზე მინდა გკითხოთ. რამდენად ასე ვთქვათ ძლიერია დღეს ეს ფაქტორი ქართულ საზოგადოებაში, როგორ შეძლო ქართულმა ოცნებამ ბოლო 1 წლის განმავლობაში მოქალაქეების ქცევის შეცვლა და არ ვიცი რა არის მიზეზები იმის რომ შესაძლოა პროტესტი მართლაც ბევრ ადამიანში, ბევრ მოქალაქეში არსებობდეს, მაგრამ მათი დიდი ნაწილის შემთხვევაში ეს პროტესტი ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც სახლში უფრო რჩება, ვიდრე ის ქუჩაში გასვლა. ხო, ის ადამიანები, რომლებიც ქართულ ოცნებას ეწინააღმდეგებიან, ქართული ოცნების პოლიტიკას, გარუსების პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან, არსად არ დაკარგულა ეს ხალხი არსებობს. შეიძლება ჩვენ აქტიურად ვერ ვხედავდეთ მათ ქუჩაში, ამას განმედაობა ჭირდება და სწორედ იმ შიშების დამარცხება, რასაც ქართული ოცნება ყოველ ჯერზე კულტივირებს, სხვადასხვა კანონებს სწორედ ამიტომ ცვლის, ამიტომ იღებს რეპრესიულ კანონებს, ამიტომ ცდილობს რომ ძალა აჩვენოს და ყოველდღიურ რეჟიმში ბრიფინგებს მართავს და მათ შორის ცდილობს საკუთარივე პარტიის წევრები ეგრეთ წოდებული კორუფციული სქემების გამო დასაჯოს, ან დაიჭიროს, ან გირაო შეუფარდოს, ან ქართული ოცნება ყოველ ჯერზე ცდილობს ძალა აჩვენოს, რომ მათი სტრუქტურა, მათი სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობს და ლეგიტიმური არის. ლეგიტიმაციის ჩვენება სურს ამით. სინამდვილეში ქართულ ოცნებას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. არ არსებობს, ანუ ხალხი არ ეგუება მათ ლეგიტიმაციას და ეს ლეგიტიმაციის არ შეგუება გამოიხატება სწორედ იმაში, რომ ის თავად ქართული ოცნება მოქმედებს შიშის ფაქტორიდან გამომდინარე. ამას ხანერად როგორ უნდა ავხსნათ ის გარემოება, რატომ იღებს ამდენ რეპრესიულ კანონს, რატომ ცდილობს სინდისის პატიმრები ყავდეს ციხეში, რატომ ცდილობს გუშინ გოგო მოიტაცეს პოლიციელებმა სკამზე, რომელიც სკამზე იჯდა პარლამენტის წინ. ანუ ეს არის მათი სასოწარკვეთის და პარანოის შედეგი, ხო? და სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ აქეთ უფრო მეტად დავამარცხეთ შიში და ეს შიშის დამარცხება არის იმიტომ, რომ პოლიტიკური პროცესი არ ჩერდება ქუჩაში, ერთ წელზე მეტია და ერთ წელზე მეტია სხვადასხვა ჯგუფები ყოველდღიურად იგონებენ ახალ გზებს, როგორ ებრძოლონ სისტემას. ყოველდღიურ პროტესტს რაც შეეხება, რამდენიმე კვირა ის გაცდა რუსთაველის გამზირს და სხვა შორის ახალი გარემოებებია თვალშისაცემი ბოლო პერიოდის განმავლობაში, მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რომ გადაწყვიტა, რომ საპოლიციო ძალების დახმარებით მომიტინგეებს აღარ გადააკეტინოს რუსთაველის გამზირი. არ ვიცი, აი წინააღმდეგობის მონაწილეებმა მსვლელობები დაიწყეს და აქცია გახდა უფრო მობილური. ხო, აი რასაც ჩვენებს ერთი მხრივ ქართული ოცნების გადაწყვეტილება პროტესტის ჩასახშობად შემოიტანოს უფრო და უფრო ხისტი და მკაცრი ზომები და მეორე მხრივ რასაც ჩვენებს ყოველდღიური მარშები უკვე მათი მონაწილეებით და ხომ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ოცნებისთვის აი ეს მობილური აქციები და სხვადასხვა ქუჩაში მოსიარულე პროტესტი უფრო დიდი თავის ტკივილი გახდა, ვიდრე ეს იყო ვთქვათ იმ შემთხვევაში, როდესაც 15-20 წუთით ხდებოდა რუსთაველის გამზირის გადაწყვეტილება. ცხადია და ეს ბუნებრივმა პროცესმა წარმოშვა და ეს მნიშვნელოვანი იყო ქუჩის გადაკეტვის პროცედურა, თუ რა ის რაღაც წესი, რიტუალი, რომელიც 1 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა, იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ ქართული ოცნების ამ რეპრესიული კანონების და ძალის დემონსტრაციის პარალელურად საზოგადოება ადაპტირდა იმ მდგომარეობასთან, რაც ქართულმა ოცნებამ შექმნა. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროტესტი გაჩერდა ან სხვა ფორმა მიიღო. ფორმა მიიღო უბრალოდ გამოხატულება, მაგრამ შინაარსი იგივე დარჩა. პროტესტი გრძელდება, არ შეგუება გრძელდება, არ თანამშრომლობა გრძელდება, რაც ცხადი აწუხებს ქართულ ოცნებას და ამიტომ არის რომ ის სასაცილო კადრებს რომ ხედავთ, პოლიცია როგორ დარბის ერთი ადგილიდან მეორეზე დაყვება მათ, ცდილობს ჩაანაცვლოს ძველი
საპოლიციო სისტემა ახალგაზრდა პოლიციელებით, რომელიც ასევე კარიკატურულ სურათს იღებს ხშირ შემთხვევაში. ამიტომ ეს ჩვენი ძალა ქუჩაში არსად არ გაჩერებულა და არ გაჩერდება არც 28 ნოემბერს, როდესაც ყველა ჯგუფმა, როგორც იქნება, რომელიც არის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იქნებიან, აქტივისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ნებისმიერ მათ შორის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი, ანუ ყველა ჯგუფმა ერთობლივად დაანონსა 28 ნოემბრის აქცია, სადაც კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა, ვიდრე ყოველდღიურად გამოდის, იმიტომ რომ ჩვენი ძალა არის ის, რომ ჩვენ დავინახოთ ერთმანეთი პროცესში, დავინახოთ, რომ ჩვენ უფრო მეტია და დავანახოთ ქართულ ოცნებას და არა მარტო ქართულ ოცნებას, ჩვენ ხალხს დავანახოთ, რომ მეტნი ვართ, ბევრად მეტნი ვართ, ვიდრე ქართული ოცნების პროპაგანდა ყიდის. მიმოიხედეთ აი თქვენს გარშემო, ჩემს გარშემო, ვერ დაინახავთ ადამიანს, რომელიც კმაყოფილი არის ქართული ოცნების პოლიტიკით. ანუ არ არსებობს ეგეთი ადამიანი, თუ პირდაპირ კორუფციულ კვანში არ არის მათთან გახვეული, ან არ არის იმ სისტემის ნაწილი, რომელსაც ხმის ამოღება არ შეუძლია. ან დანარჩენი ყველა ქართული ოცნების წინააღმდეგი არის. ამიტომ ჩვენ ერთობლივი ძალებით, მნიშვნელოვანი არის, რომ ეს სტრუქტურა შევქმნათ ასევე ერთობაზე, რასაც საუბრობთ ხოლმე. მნიშვნელოვანია, რომ ამ ერთობაში ბევრი კომპონენტი იყოს, ბევრი ადამიანი იყოს ჩართული, ბევრი გაერთიანება იყოს წარმოდგენილი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილით, პარტიებით, სამოქალაქო სექტორით, აქტივისტებით, რომ ეს არის ჩვენი ძალა. ჩვენი ძალა არის ის ხალხი, ვინც გაბრაზებულია ქართულ ოცნებაზე და კრისტალიზდება ეს ყველაფერი ქუჩაში, ართანამშრომლობაში და არაღიარებაში. ჩვენი ამოცანა რა არის? 28 ნოემბრის აქციაც ამას ეძღვნება, ვითხოვთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომელიც იქნება ჩატარებული თავისუფალ გარემოში და ვითხოვთ პოლიტპატიმრების და სინის პატიმრების გათავისუფლებას. აი ეს ორი ამოცანა არის ჩვენი მისაღწევი და ინდივიდუალურად მარტო მე და მარტო თქვენ ვერ მიაღწევთ. ეს გაერთიანებული ძალებით მიღწევადია და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ბატონო გიორგი, გაერთიანებაზე სხვა დროს ვისაუბრეთ, ახლა ფიზიკურად ვერ მოვასწრებთ, მაგრამ ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ. პარლამენტთან მოშიმშილე პირებზე, რომლებიც 28 დღეა განაგრძობენ ამ აქციას, პროტესტის უკიდურეს ფორმასთან დაკავშირებულ აქციას და იცით, რომ მათ შორის არის თქვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძეც და სხვა შორის უკვე იქიდან გამომდინარე, რომ 28 დღეა შიმშილობის აქცია მიმდინარეობს, საკმაოდ სუსტად არიან მოშიმშილეები და დღეიდან უკვე პარლამენტთან სამედიცინო კარავით ამოქმედდება, სადაც მოშიმშილეების 24 საათიანი მონიტორინგი დაიწყება. ხო, აი სოციალურ ქსელებში ხშირად ვაწყდებით პოსტებს, როცა მოქალაქეებს უკვირთ, რატომ არ იმჩნევს ამ თემას ოპოზიცია. ხა შეიძლება არ იყოს გასაკვირი, რომ ხელისუფლებისთვის არ არის ხელისუფლებისთვის ასე ვთქვათ, სულ ერთი შეიძლება იყოს პარლამენტ, რა ხდება პარლამენტთან და ვინ გამოხატავს შიმშილობის აქციას მათი პოლიტიკისადმი, მაგრამ მეორეა, რატომ არ აქვს 9 აპრილის შიმშილობის საკითხს მხარდაჭერა, ასე ვთქვათ, თვითონ ოპოზიციური სპექტრის მხრიდან. არ გულისხმობ ხა იმას, რომ მაინც მათაც შიმშილობა უნდა გამოაცხადონ, თუნდაც სიტყვიერ დონეზე იყოს გამოხატული მხარდაჭერა. რამდენად ასე ვთქვათ, სამართლიანი გონიათ ეს პრეტენზიები, რომელიც არსებობს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან. სადაც ნახეთ, პროტესტის ფორმა, რომელიც აირჩიეს გედევან ფოფხაძე და მისმა მეგობრებმა, არის უკიდურესი ფორმა, რომელიც მორალურად წარმოაჩენს ქართული ოცნების დამოკიდებულებას ზოგადად ადამიანის მიმართ, ქრისტიანობის მიმართ. მათთვის სულ ერთი არის ადამიანი, მათთვის არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანი და ეს ადამიანია ბიძინა ივანიშვილი და მისი 2 მილიარდი ლარი, რომელსაც დასდევს წლებია და ცდილობს აღიდგინოს. ანუ ეს არის მათი ამოცანა, ერთი ადამიანის გარშემო ცეკვა და მისთვის ბრძოლა ფულისთვის, მისთვის ქართული ოცნებისთვის და ივანიშვილის ადამიანის. ამ შემთხვევაში ოპოზიციაზე ხო და მივდივარ მაგამდე. ამიტომ აქეთ არაფერს არ ველოდებით ქართული ოცნებისგან გარდა იმისა, რომ მათ ვაჩვენოთ მორალური სახე რა არის და ეს გადაწყვიტეს. სწორედ ამიტომ იღეს ეს გადაწყვეტილება შიმშილის, რომ მორალური სახე ჩამოეშალოს ქართულ ოცნებას ბევრ სახესთან მიმართებაც, რაც ჰქონდათ მათ და აჩვენებდნენ საზოგადოებას. ოპოზიციის კრიტიკა ამ შემთხვევაშიც მე მაინც ვთვლი, რომ ნებისმიერი კრიტიკა მისაღები არის, მაგრამ ამაზე აპელირება და საზოგადოების დაყოფა ამ მიმართულებით, როდესაც ჩვენ ერთიანობისთვის ვართ, პირიქით მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ ამ ადამიანებს და ერთიანად ოპოზიციურად და სამოქალაქო სექტორით ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჯერ მათ სიცოცხლე შევუნარჩუნოთ, დავიცვათ ისინი, ვაიძულოთ ქართული ოცნება იმ დათმობებზე წავიდნენ და გარდა ამისა საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მადლობა ბატონო გიორგი.